გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღუაშვილი ვარ. არჩევნების წინ უკრაინული სპეცსამსახურების მოქმედებები, ჰექსოგენის სკანდალური საქმე. ძალადობის წახალისებაზე ევროკავშირისა და პოლონეთის საელჩოები დუმილს ინარჩუნებენ. ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემა გაშიფრულია. აქციებს უცხოური სპეცსამსახურების კონკრეტული წარმომადგენლები უწევენ ორგანიზებას. მნიშვნელოვანი როლი კი აქვთ უნივერსიტეტებს და ამ უნივერსიტეტების დატრენინგებულ სტუდენტებს. ალასანია, ილია ჯიპა და თავისუფალი უნივერსიტეტი, ძირითადად ეს 4 სასწავლებელია ჩართული ხელოვნურ პროტესტში. ყურატორები კი არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ შერჩეული არასამთავრობოები და ასევე ონლაინ მედიის წარმომადგენლები, რომლებიც აქციებზე პერიოდულად ჩნდებიან. იმედის კვირის ექსკლუზიურ რეპორტაჟში დასახელებულია კონკრეტული გვარებიც და გაშიფრულია დაფინანსების სქემაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სუსი ასევე სწავლობს ხელოვნური პროტესტის დაფინანსების სქემას. არასამთავრობო ეს ეგრეთ წოდებული NGO სექტორით თანხები, რომელიც შემოდიოდა, სქემა ყველაფერი გაშიფრული იყო, ყველაფერი ცხადი და ნათელი გახდა საზოგადოებისთვის. თუ როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის დაფინანსება წლების განმავლობაში და ინიღბებოდა, ვითომ რაღაც კეთილ საქმეებს აკეთებდნენ და პირდებოდნენ ხალხს, რეალურად თანხები ხმარდებოდა რევოლუციების მოწყობას, იმ ადამიანების, იმ ტიპის ადამიანების შექმნას ის 30 აკაცუკი რო ყავს დღეს. და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს. დღეს უკვე შემოიტანეს სიახლე უნივერსიტეტების გავლით უნდათ თანხების შემოტანა, თუმცა კიდევ ერთხელ მიმეორებ, ყველაფერს მიეხედება და ყველაფერს გაიცემა შესაბამისი პასუხი. აქ არის მთავარი ის ძალები, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ რა დავალებაც მოგწევს ბრჭყალებში, საქართველოს ხელისუფლებამ, ქართული ოცნების გუნდმა არ შეასრულა და ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. გაგარე ძალები მიხვდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია მხუხტი აიწიოს მხოლოდ და მხოლოდ იმ პირების მიმართ, რომლებიც ჯერ ერთი რომ სისხლი უდუხთ, ახალგაზრდები არიან და მეორე მხრივ წლების განმავლობაში ის ნარატივი, რაც იყო გატარებული მათ შორის უნივერსიტეტებში თუ სკოლებში, რომლებიცაც ხდებოდა ზუსტადაც რომ ტვინის გამორიცხვა, რის საწინააღმდეგოდაც ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებები გვაქვს მიღებული არაერთი. სწორედ ამ ადამიანებზე აკეთებენ აქცენტს, ადამიანებზე, რომლებსაც სამწუხაროდ არ უნდათ რომ გაიგონ სიმართლე რა არის. ამიტომაც ამ ადვილად მართვად ადამიანებს აჯერებენ ყველაფერს და შემდეგ მათ შორის ისეთ დავალებებს და წასვლებებს კი არიან ეს ადამიანები, როგორც არის ფაშიზმი, როგორც არის დანაშაულების ჩადენა. პრაქტიკულად ყველა სქემა არის გაშიფრული, რაც არის ახალგაზრდების საპროტესტო აქციაში ჩართვასთან დაკავშირებით, გარედან თავსმოხვეული, გამოიყენება სხვადასხვა უნივერსიტეტი, გამოიყენებიან უცხოელი აქტორები იმისთვის, რომ იგივე მეთოდები, რაც იყო მაგალითად სერბეთში, სხვა ქვეყნებში, სადაც Deep State აწყობდა იმ კერას დაძაბულობის და რევოლუციებს, რაც ჭირდებოდა გლობალურ ნეგატიურ ძალებს, იგივე სრულად გადმოიტანონ საქართველოში. გაფრთხილდნენ ახალგაზრდები, გაფრთხილდნენ მათი მშობლები, არ გახდნენ ბრმა იარაღი ისეთი ძალების ხელში, ვისაც საქართველოს წარმატება და ჩვენი ქვეყნის წინსვლა არ სურს. ასაფეთქებელი ნივთიერების ჰექსოგენის საქართველოში შემოტანის სკანდალური საქმე, ჩართული უკრაინის მაღალჩინოსნები და კვალი ოპოზიციასთან, ნაცნობი სცენარი არჩევნებამდე. ჰექსოგენამდე იყო იმავე ხელწერით დაგეგმილი მოქმედებები არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა 2020 წელს და გივი თარგამაძის აფეთქების მცდელობა 2016-ში. ეს არის აბსოლუტურად მორიგი პროპაგანდისტული საქმე, ასეთი განცხადების პროკურატურის თუ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გაკეთებული ჩანაწერის თუ შესაბამისი რაღაცა ჩვენებაზე აპელირების ნულოვანი სანდოობა. თუ შევხედავთ ვინ არიან გარკვეულ მაღალ თანამდებობებზე უკრაინაში წარმოდგენილი, შემთხვევით ის პირები ხო არ არიან აქ, რომლებიც ხალხს აწამებდნენ ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე. თუ კი რაიმე უბედურება ხდებოდა, რა თქმა უნდა, მათი ჩართულობით არ უნდა გაგვიკვირდეს. ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ, დაველოდოთ კიდევ საგამოძიებო უწყებებს, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრევენციული ღონისძიების განხორციელება და მადლობა შესაბამის უწყებას. აშკარად არის ძალიან დიდი ინტერესი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს სერიოზული დაპირისპირება. ქვეყანაში იყოს სერიოზული არეულობა, რომ შემდგომ
აი მღრიე წყლით ისარგებლონ ზოგიერთებმა აუცილებელია რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გავიდეს აბსოლუტურად ყველა დეტალზე. საიდან იყო ეს შეკვეთა, ვის უნდა განეხორციელებინა ეს სისხლისღვრა, რათა საზოგადოებამ იცოდეს ძალიან კარგად ის სახელიგვარები და ის ჯგუფები, რომლებიც დგანან მსგავსი ტიპის დაპირისპირების და შფოთის ინტერესების უკან. თავარი მიზანი არის რომ საქართველოს ჩაითრიონ რუსეთთან სამხედრო ავანტურაში და გაიხსნას აქ მეორე ფრონტი. ამას სხვა მეთოდოლოგიით ცდილობენ რომ მიაღწიონ. იმ ფარგლებში რაც თусმა განაცხადა, ბოლომდე ალბათ ჯერ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ და განმარტებას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენთვის გასაკვირი არაფერი არ არის. მათი ოფიციალური პირები ხმამაღლა აცხადებდნენ იმ დიდ სურვილს, რომ საქართველო ამ ომში ჩართულიყო. 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რადიკალური ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება. მიზანი საარჩევნო პროცესის ჩაშლა და ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა. არჩევნებისთვის მმართველ გუნდში პროვოკაციებს ელოდებიან, თუმცა აცხადებენ, რომ რადიკალები სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ. 4 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ძალიან დიდი ანგარიშით ყველა ოლქში, როგორც მუნიციპალურ, ასევე მერების მიმართულებით, იმიტომ რომ ქართული ოცნება ეს არის ეროვნული პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესს და ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს. ხალხი ძალიან კარგად აკეთებს ანალიზს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რას წარმოადგენს. რადიკალური უსამშობლო ოპოზიცია არის სრულიად უსუსური. მათ არ გააჩნიათ ყველაზე მთავარი რაც არის. ეს ყველაზე მთავარი არის საზოგადოების ხარდაჭერა. საზოგადოების, რომელიც წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტად უჭერს ხარს ქართულ ოცნებას, კიდევ უფრო მეტად წმუნდება მოქმედი ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკაში, ეროვნულ პოლიტიკაში, სუვერენიტეტზე და ოჯახურ ღირებულებებზე გათვლილ პოლიტიკაში, ქვეყნის გაერთიანებისთვის სწრაფაში, ხოლო ყველაფერი დანარჩენი ბუნებრივია, რომ არის ტყუილი, რომელიც მომდინარეობს რადიკალების მცირე ჯგუფისგან, ამიტომ ცხადია უსამშობლო ოპოზიცია ვერანაირად ვერ შეძლებს რაიმე ფორმით ისეთი ხელშესაღები პროტესტის შეკრებას, რომელსაც რაიმე საშუალება გააჩნია არსებითად იმოქმედოს პოლიტიკურ პროცესებზე. ვერავით არის გადატრიალება და ვერავით არის ამდაგვარი რამ ვერ მოხდება და ამას ყველა დაინახავს 4 ოქტომბერს, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სერიალი ფერადი რევოლუციებისა საქართველოში დასრულდება. გამოსვლით არაფერი გამოუვათ. საქართველოში ხელისუფლებას ძალადობრივი გზებით ვერავინ ვერ დაამხოს. ეს უნდა იცოდნენ მათ და არა მხოლოდ მათმა პატრონებმაც. ფაქტი ერთია, იმ ხელათ ახალს დახარჯული არეულობის შემოტანისათვის საქართველოში მათ პატრონებს, რა თქმა უნდა, აქტიური მოქმედებებისკენ უბიძგებენ მათ, ვისაც გადაუხარეს. ეხლა ესენი ცდილობენ დაანახონ თავიანთ პატრონებს, რომ ტყუილად წყალში არ გადაუყრიათ ეს ფული და რაღაცებს ფაფხურავენ, ამიტომ რაღაცას აქტიურობენ. მაგრამ ერთი იცოდნენ, თუ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო შეკრებამ, ესეც კონსტიტუციაში წერია, მას აღკვეთს ხელისუფლება და პასუხისმგებაში მისცემს პირებს, ვინც რამე ძალადობრივს დააპირებს. არავით არის მშვიდობიანი დამხობის ცნება არ არსებობს. ყველანაირი დამხობა არის ძალადობასთან დაკავშირებული. ეს პრინციპი ქართულადაც ზუსტად ისევე ჟღერს, სწორად ჟღერს, როგორც ინგლისურად, ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას. შაბანა მაჰმუდი წერს, რომ ყველა ვინც საპროტესტო აქციების დროს თავს ესხმის პოლიციელებს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. მანამდე შალვა პაპუაშვილმა დაწერა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე. კիր სტარმერის თქმით, ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, მაგრამ არ შეეგუებიან პოლიციელებზე თავდასხმებს, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს სწორი მიდგომაა. ეუთოოდირმა საქართველოში მისიის გამოგზავნამდე უარის ვადების სიმცირით ახსნა, პარალელურად კი ცნობილი ხდება, რომ ჩეხეთის 3-4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 2 სექტემბრის მიწვევის საფუძველზე დამკვირვებლებს აგზავნის. ანუ ვადები იდენტურია. ქრონიკის კითხვის საპასუხოდ ეუთოოდირმა დაადასტურა, რომ არსებული პრაქტიკით მისიას არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე აგზავნიან. მმართველი გუნდის შეფასებით ფაქტები ეუთოოდირის ორმაგ სტანდარტსა და სიცრუეზე მიუთითებს.
მე მჯერა ეუთოუდირის мотиваციის, მე მჯერა ეუთოუდირის მიერ გამოქვეყნებული შესაძლო მიზეზების, რაც მათ აქვს დასახელებული და ამაში ეჭვიშეტანის საფუძველი არავის არ აქვს. იმხელა ზეწოლის, იმხელა ბულინგის, იმხელა შეურაცხყოფის ქვეშ აღმოჩნდა ეუთოუდირი საპარლამენტო არჩევნებზე, არანაირი სურვილი არ აქვს. მე ალბათ მგონია, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებშიც არ მიიღებენ მონაწილეობას. გაიხსენეთ გარედან ევროპარლამენტარები, ზოგიერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის გაქსუებული чиновники რა განცხადებებს აკეთებდა ეუთოუდირის დასკვნასთან დაკავშირებით. ტყუილი, სიბინძურე, ცილისამება, მუქარები და რა თქმა უნდა იმ ადამიანებს არ აქვს სურვილი რომ იგივე ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. ზუსტად იგივე ვადებში 2008 წელს ისინი ჩამოვიდნენ დააკვირდნენ არჩევნებს. რა თქმა უნდა, ეუთოუდირმა ვერანაირი არგუმენტი ვერ დადო თუ რატომ ვერ ჩამოდის და ამით ფაქტობრივად მან აღიარა, რომ როგორც ჩანს, წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე, ეუთოუდირი დარწმუნებული არის, რომ საქართველოში 4 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება ძალიან მაღალი სტანდარტით, კონკურენტულ გარემოში, გამჭვირვალედ და ამორჩევლის ნება იქნება გამოხატული. შესაბამისად, სწორედ ამიტომ, რომ ყველაფერი ასე იქნება, არ უნდათ აქ ჩამოსვლა და აქ კიდევ ერთხელ წმუნდებით, თუ როგორ წნეხს განიცდიან ისინი და როგორ წნეხს განიცდიდნენ აქამდეც საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება ძალიან მაღალი სტანდარტით. ეს არის იმ სიმართლის ხმაზე პრაქტიკულად უარი, რაც იქნებოდა აუცილებელი ისინი რომ აქ ჩამოგზავნებული იყვნენ, იმიტომ რომ აქ დააკვირდებოდნენ არჩევნებს, ნახავდნენ რომ არანაირი პრობლემა არჩევნების კუთხით არ არის. ბუნებრივია მათ მოუწევდათ ამ ყველაფრის ქაღალდზე გადატანა და ის გამოცდილება, რომელიც 24 წელს მიიღეს, მაშინ როდესაც თვითონ იმ წიაღიდან, საიდანაც არის ეუთოუდირის ეს ავტორიტეტული ორგანიზაცია ევროკავშირიდან უგულებელყვეს პრაქტიკულად ის, რაც დაიწერა სიმართლე, რომ შედგა არჩევნები საპარლამენტო, რომ ქვეყანას ყავს არჩეული ხელისუფლება და იყო ბულინგი, იყო შეურაცხყოფა, იყო იგნორირება ამ ორგანიზაციის ამ ყველაფერს პრაქტიკულად მოერიდნენ. მესამე დღეა ევროკავშირისა და პოლონეთის საელჩოები ქრონიკის კითხვებს არ პასუხობენ. საქმე კი სიძულვილის ენისა და ძალადობის წახალისებას ეხება. ამჯერად საუბარია ანანო ცინცაბაძეზე, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა, ფინანსდება პოლონეთიდან და კავშირები აქვს ევროკავშირის ელჩთან. მარტო სიძულვილის ენით გამოირჩევა ეს აქტივისტი, თუ სხვა აქტივისტური საქმიანობაც? დიპლომატიურ საქმიანობასთან ნამდვილად არაფერი არ აქვს ამ ადამიანს. ჩვეულებრივი რადიკალი არის, ვინც ქვეყანაში ემსახურება სიძულვილის გაღვივებას, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას, ვინც ემსახურება პოლარიზაციის გახმოვებას, რა თქმა უნდა, ყველა რადიკალია. ეს ადამიანები იმართებიან გარედან ფინანსდებიან. ის რომ ძალიან მძიმედ იქცევიან ევროკავშირის ქვეყნის ზოგიერთი ელჩი და თვითონ ევროკავშირის ელჩი არის ფაქტი. ის რომ ვენის კონვენცია არ აინტერესებთ და თვითონ გათელილი ესეც არის ხაზგასმით სათქმელი. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ხვდები რადიკალებს, ხვდები გამორჩეულ ადამიანებს, რომელთა საქმიანობის მიზანსაც სრულად აწარმოადგენს მშვიდობიანი პროცესების წარმართვა და პირიქით, შენ როგორც ევროკავშირის პირველი დიპლომატი საქართველოში არ ერიდები ამ მოცემულობას, არ არის შენი განცხადებებით გამიჯვნა რადიკალიზმისგან და პირიქით ხელს უწყობ რადიკალიზმის ახალისებას, ცხადია, ამით არის აბსოლუტურად ყველაფერი ნათქვამი. ეს ეგრეთ წოდებული პროტესტი ძირითადად არის უცხოეთიდან დაფინანსებული, რომელსაც სწორედ ეს ფონდები უდგანან სათავეში, რომლებიც მათ შორის ევროკავშირის თანხებით აფინანსებენ ამ პროტესტს ეგრეთ წოდებულს და ეს პროტესტი გამოირჩევა უკიდურესი პოლარიზაციის, ზიზღის ენით და რა თქმა უნდა აი ესეთი ვიზიტი და აი ამ ზიზღის ენის პროპაგანდისტებთან შეხვედრა არის ერთგვარი წახალისება. პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლა დანიშნულ ელჩს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშნა, მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ზურაბ ხამაშურიძე ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ევროკავშირის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, ასევე ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში, თავდაპირველად ევროსაბჭოს, ხოლო შემდეგ ეუთოს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი, ის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში უზრუნველყოფდა ცხოველთა აღრიცხვიანობისა და იდენტიფიკაციისთვის საჭირო ეგრეთ წოდებულ საყურე ნიშნების უსასყიდლოდ გაცემას. დაკავებულმა პროცედურების დაცვის გარეშე სხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან შეძენილი დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია რეგისტრაციის სანაცვლოდ სხვადასხვა დროს ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო ჯამში 650 ლარი. ამოღებულია თანხის ნაწილი, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა სურსათის ეროვნულ სააგენტოში ვეტერინარის თანამდებობაზე და სხვა მოვალეობებთან ერთად ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში უზრუნველყოფდა ცხოველის აღრიცხვიანობისა და იდენტიფიკაციისთვის საჭირო ეგრეთ წოდებული საყურე ნიშნების უსასყიდლოდ გაცემას. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით ლკ-მ ერთ-ერთ დაინტერესებულ პირს სახელმწიფოს მიერ დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე სხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან შეძენილი დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია რეგისტრაციის სანაცვლოდ მოქალაქეს სხვადასხვა დროს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ჯამში 650 ლარი. ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად 34 შეკვრა დაფასოებული 19 კილო და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღეს. კადრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა შემოსავლების სამსახური ავრცელებს. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ეს კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 8.8%-ით აღემატება. საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელში გაზრდილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2025 წლის მეორე კვარტალში 10.3%-ით გაიზარდა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასით, რომელმაც 2212 ლარი შეადგინა. 2025 წლის 8 თვის მონაცემების მიხედვით საქონლის ექსპორტის მოცულობა 6.7%-ით გაიზარდა და 4 მილიარდ 450 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც შეეხება იმპორტის მონაცემებს დაახლოებით 9.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა და აღნიშნულმა მაჩვენებელმა 11 მილიარდ 800 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. ეკონომიკის ზრდა ასაკმოსპობების ხელფასების მატებაზე 10%-ით გაზრდილი საშუალო წლიური ნომინალური ხელფასი მეორე კვარტალში 2200 ლარს გადააჭარბა და ბუნებრივია გაგრძელდება ხელფასების მატება და მიზანი კეთილდღეობის იმ დონის დაფიქსირება, რომ საქართველო გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. 2030 წლისათვის საქართველო იქნება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. სწავლის დაწყების დღეს თბილისში 2 ახალი სკოლა გაიხსნა. განათლების მინისტრმა თბილისის 53 და 127 საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა. ორივე სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები, მოიწყო სპორტული დარბაზები და მოედნები. მისასალმებელია ის გარემოება, რომ სასწავლო წელს ხვდებით 50-ზე მეტი სრულიად რეაბილიტირებული და ახლა დაშენებული სკოლით ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით 127 სკოლაში, მოსწავლეები, განსაკუთრებით პირველკლასელები, სრულიად ახლად რეაბილიტირებულ შენობაში შემობრძანდნენ და შეუდგნენ სწავლას თავის მშობლიურ სკოლაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ყველა მასწავლებელს, სკოლის დირექტორსა თუ ადმინისტრაციის წარმომადგენელს თუ სასკოლო საზოგადოების თანამშრომლებს, რომლებმაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უდიდესი შრომა გაწიეს იმისთვის, რომ სკოლები მზად ყოფილიყო სასწავლო პროცესის დაწყებისთვის. სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს სწავლის დაწყება პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა მიულოცეს. ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ეს დღე ყოველთვის სავსეა სიხარულით და ახალი შესაძლებლობების იმედით. დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ულოცავ პირველ კლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი. დღეს თქვენთვის ცხოვრების ახალი საინტერესო დაუვიწყარი და აღმოჩენებით სავსე ეტაპი იწყება. ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე თქვენს გვერდით დგანან მასწავლებლები, ადამიანები, რომლებიც მზად არიან გაგიზიარონ საკუთარი ცოდნა და იზრუნონ თქვენს ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე.
სწორედ მასწავლებლები არიან ჩვენი ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების გამორჩეული დამცველები. ღირებულებების, რომელსაც ჩვენი მომავალი უნდა ეფუძნებოდეს. ძვირფასო მოსწავლეებო და სტუდენტებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ყველაზე დიდი სიმდიდრე. გისურვებთ წარმატებებს. ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ულოცავ მათ, ვინც წელს პირველად შეაღო სკოლის ან უნივერსიტეტის კარი და ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო და ამავდროულად საინტერესო ეტაპი დაიწყო. განათლების უწყვეტი პროცესი კრიტიკული აზროვნების განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობისა და რაც თავარია, ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბების გზა. ამ გზაზე მომავალი თაობის მთავარი თანამგზავრები არიან მასწავლებლები და პროფესორები. მადლობას უხდი მათ დაუღალავი შრომისთვის. მადლობა მშობლებსა და ოჯახებს, რომელთა მხარდაჭერა და თანადგომა უდიდესი ძალაა შვილებისთვის. თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ფონზე სწორედ ხარისხიანი განათლებაა ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედი. ამიტომ განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. საინტერესო და წარმატებებით სავსე ახალ სასწავლო წელს გისურვებთ. დიმიტრი ხუნდაძე ჩარგალში იმყოფებოდა. სკოლაში 3 მოსწავლე და 8 მასწავლებელია. დეპუტატმა მათ სწავლის დაწყება მიულოცა. ახალი სასწავლო წლის მისალოცად მოვაკითხეთ ვაჟა-ფშაველას ხეობას, ჩარგლის სკოლას, სადაც სწავლობს 3 ბავშვი. და მათ ასწავლის 8 მასწავლებელი. ვფიქრობ, რომ ეს 8 მასწავლებელი და მათი საქმიანობა არის გმირობის ტოლფასი. სკოლა არის ბოლო წლებში გარემონტებული, აქვს პრაქტიკულად მთის პირობებში საკმაოდ კარგი გარემო, რომ შეძლონ სწავლა. ხელშეწყობა რა თქმა უნდა გაგრძელდება, რომ მაღალმთიან სკოლებში იმატოს ბავშვთა რაოდენობა. მიულოცავ ჩემს მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს და მიულოცავ მთელი საქართველოს უსურვებ მშვიდობიან წელს, წარმატებულს და ნაყოფიერს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ხელი შეუწყოთ ჩვენს სოფლის გადარჩენას, ჩვენი სკოლის გადარჩენას. ხელშეწყობა გვაქვს, რა თქმა უნდა, სკოლა გარემონტებული. ქუთაისში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლების 15 წლის იუბილესა და ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. პირად შემადგენლობა სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და ლიცეუმის დირექტორმა. პირველ კურსელებმა წაიკითხეს კადეტთა მრწამსი. პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნასაც. ლიცეუმის მასწავლებლები და სამხედრო სამსახურები მედლებით გენერალ გიორგი კვინიტაძის სკულპტურით, მადლობის სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. ლიცეუმის განვითარებაში და გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესი და უდიდესი როლი ენიჭებოდა თავდაცვის ძალებს და თავდაცვის ძალების მეთაურობას. იმიტომ რომ თავიდანვე ჩაყრილი საფუძველი, სწორი საფუძველი იმისათვის რომ ჩამოყალიბდეთ სწორ მოქალაქეებად, ჩამოყალიბდეთ მომავალ ოფიცრებად, ძლიერ ოფიცრებად, ზუსტად ამის გასაძლიერებლად მუშაობს თითოეული ჩვენთაგანი. და მერწმუნეთ, რომ ამ შედეგებით იამაყებთ თქვენს, როდესაც დაამთავრებთ ამ ლიცეუმს. მჯერა რომ კადეტთა ლიცეუმი შექმნის ჩემ ნათელ მომავალს და ყველანაირად მომცემს იმის საშუალებას, რომ მე ჩემი დადებითი თვისებები გამოვიყენო იმისთვის, რომ მე ვებსახურო ჩემს სამშობლოს. თბილისის მერმა ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ისნის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბავშვო ბაღის შენობა გახსნა. ბაღი 20 ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული ღონისძიებებისთვის. 119 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად ახალი აშენდა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა. პარალელურად კახა აბულაძემ, კახა კალაძეს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმით ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდება. წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათი გადასცეს. კიდევ ერთი ახალი ბაღი აშენდა, ნომერ 119 ბაგაბაღი, რომელიც არის ყველაზე დიდი ბაღი. მას შეუძლია მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით 470 პატარა არის რეგისტრირებული აღნიშნულ ბაღში.
ძალიან მიხარია ხედავთ როგორი საზეიმო განწყობა არის, მინდა მიულოცო პატარებს, მინდა მიულოცო პედაგოგებს სააღმრდელო პროცესის დაწყება. მოუთმელად ველოდით ამ ბაღის გახსნას, მოვედით, ძალიან გაგვიხარდა, მოგვეწონა, ბავშვი უზომოდ კმაყოფილია და რაც შეეხება მის უსაფრთხოებას, ვთქვი, რომ სრულად დაცულია. აფხაზეთის მთავრობის წევრები თბილისსა და რეგიონებში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ. აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. ნომერ 2 საჯარო სკოლის ვერცხლისა და ოქროს მედალოსნები კი დააჯილდოვა. დღეს მთავრობის წევრებმა თბილისსა და რეგიონებში არსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებში სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს მიულოცეთ ახალი სასწავლო წლის დაწყება. მინდა მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი პედაგოგების მიმართ, რამე თუ განუზომელია მათი 8 წლი ღირსეული განათლებული მომავალი თაობის აღზრდაში. ეთერში რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.